17-19 სექტემბერს სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მშვიდობის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით სეულში მსოფლიო რელიგიათა ალიანსის ყოველწლიური მშვიდობის სამიტი გაიმართა. მშვიდობის სამიტზე 120 ქვეყნის მთავრობის ყოფილი წევრები, რელიგიური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდული და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამიტზე საქართველოდან მიწვეულნი იყვნენ კონფლიქტის თემაზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე ორგანიზატორთა ოფიციალური მიწვევით მშვიდობის სამიტზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმყოფებოდა. მშვიდობის სამიტზე განიხილეს მსოფლიოში არსებული კონფლიქტები. მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს კონფლიქტის შედეგები და ისაუბრეს მის გადასაჭრელად გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებზე. კონფერენციამ ომის შეწყვეტისა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების შესახებ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც ფორუმის მონაწილეები მოუწოდებენ გაეროს ამ საკითხზე სამშვიდობო სამართლებრივი დოკუმენტის მიღებისკენ. დეკლარაციაში არის ისეთი მუხლები, რომელიც პირდაპირ ჩვენს მტკივნეულ თემებზე საუბრობდნენ. ეს არის ის, რომ მეზობელი ქვეყანა და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნების შინაურ საქმეში, არ უნდა აქეზებდეს იქ სეპარატისტულ მოძრაობას, არ უნდა იყოს სხვის ტერიტორიებზე მოძალადე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით და კიდევაც ვთქვით, რომ ხარს დაუჭერთ ამ დეკლარაციას. მოუწოდებენ გაეროს ამ დეკლარაციით მიიღოს საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აკრძალავს ომებს. კორეელებს აწუხებთ ეს თემა და ლეიტმოტივი გამოსვლებისა იყო ამ კონფერენციაზე ეს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ შთამბეჭდავი იმით გახდათ კიდევ, რომ მის იმპლემენტაციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების ყოფილი მაღალჩინოსნები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრები ჰქონდა კორეის რესპუბლიკის მშვიდობის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და შეთანხმდნენ იმაზე, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება უფრო მეტ კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის ორგანიზატორებს აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ. მე მქონდა რამოდენიმე შეხვედრა ოფიციალურ პირებთან, მათ ვთხოვეს ჩემი გამოსვლის ტექსტი, სადაც აღწერილი იყო და ჩადებული იყო კონკრეტული წინადადებები და ისინი ამას განიხილავენ. სხვათა შორის, აი ჩემს შეხვედრას მოყვა ის, რომ მათ ვთხოვეს უკვე კონკრეტული პროგრამა, ჩვენი ხედვა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, შემდგომი ურთიერთობასთან დაკავშირებით, მოგვაწოდეთ წერილები და ახლა ამას ვამზადებთ და გავუგზავნით. სეულის მსოფლიო რელიგიათა ალიანსის ყოველწლიური სამიტი მშვიდობის ფესტივალით დასრულდა. ძალიან კარგი იყო მშვიდობის ფესტივალი, რომელიც ჩატარდა სეულის ოლიმპიურ სტადიონზე. ის რაც ჩვენ ნახეთ ამ ფესტივალზე გადააჭარბა ყველა მოლოდინს, იმდენად შთამბეჭდავი, ლამაზი, ორგანიზებული დროის თვალსაზრისით, ტექნიკური თვალსაზრისით და რა თქმა უნდა შინაარსობრივი.